ბათუმის საავტორო კინოფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა, პრეზენტაცია გუშინ საზაფხულო თეატრში შედგა, კინოსეანსები დღეიდან დაიწყო. ფილმების ნაწილს კინოთეატრ აპოლოში, თოჯინებისა და საზაფხულო თეატრებში უჩვენებენ, კინოსეანსები ასევე ღია ცისქვეშ გაიმართება. ბათუმის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი გიორგი დანელიას ფილმის კუქინგზადას ანიმაციური რიმეიქით გაიხსნა. პრეზენტაცია ბათუმის საზაფხულო თეატრში შედგა, დღეიდან კი ფილმების ჩვენება კინოთეატრ აპოლოში გადაინაცვლებს. კინოფესტივალის ორგანიზატორები წელს მაყურებლის შეკრებას ღია ცისქვეშაც შეეცდებიან. ევროპის მოედანზე მონიტორი განთავსდება, სადაც კინოს მოყვარულები საღამოს 8 საათიდან 2 სეანსს დაესწრებიან. მესამე ლოკაცია სასტუმრო რედისონის დარბაზია, სადაც ძირითადად მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ. წარმოდგენილი არის ფილმები როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან, ისე აზიური ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ვფიქრობ, რომ მთლიანობაში, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექცია საკმაოდ საინტერესო, მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი ღირებულების ფილმებით არის დაკომპლექტებული. ბიაფის პრეზენტაციაზე კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილი რუსი რეჟისორი მარლენ ხუციევი და ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი დააჯილდოვეს. ხელისხმობა გარდა იმისა, რომ მწერლობას კინოსტუდიაში 30 წელი ვითვლებოდი. ხელფას ვიღებდი ქართულ ფილმში. ისე რომ ჩემთვის უცხო არ არის და თუ ამას გაითვალისწინებენ ყველაფერს, არც პრიზი არ მეუხერხულება მაგრამ. ორგანიზატორები კვლავ აქტიურად თანამშრომლობენ სოციალურ ქსელის მომხმარებლებთან. კონკურსი ბლოგერებისთვის წელსაც გაიმართება. 20-მდე ბლოგერი სოციალურ ქსელში ასახავს, თუ რა ხდება ფესტივალის კულისებს მიღმა. დაინტერესებულ პირებს ფილმებისა და მასტერკლასების შესახებ შთაბეჭდილებებსაც გაანდობენ, ჟიური კი მათ შორის 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული ბლოგერი მიიღებს 100 ლარის ღირებულების ვაუჩერს და მეორე და მესამე ადგილები მიიღებენ 50 ლარის ღირებულების ვაუჩერს. ამ 3 გამარჯვებულს განსაკუთრებული შეღავათები აქვს შემდეგ მომავალი წლის, ასე ვთქვათ, ბიაფზე, იმიტომ რომ შემდეგ წელს უკვე განსაკუთრებული სტუმრების რანგში არიან, ასე ვთქვათ, მოწვეულები. კინოს მოყვარულები მუსიკალური ფილმების სექციის ფარგლებში განსაკუთრებით Pink Floyd-ის პროდიუსერის მასტერკლასს ელოდებიან. წელს ბიაფი ჯუზეპე ტორნატორეს, ვონ კარვაისა და კიმ კიდუკის ფილმებსაც წარმოადგენს. ძალიან საინტერესო ფესტივალია ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი. მე ყოველ წელს თითქმის ვესწრებიან ფესტივალს, ყოველწლიურად იხვეწება ფესტივალი და იმედი მაქვს, რომ წელსაც საუკეთესო იქნება, უკეთესი იქნება წინა ფესტივალებთან, წინა წლებთან შედარებით. ავეცან რა თქმა უნდა პროგრამას და ძალიან მაინტერესებს კიმ კიდუკის პიეტა. ბიაფი არის ერთ-ერთი სერიოზული კინოფესტივალი და მაგ იმედი რომ კიდევ უფრო გაიზრდება და უკვე როგორც ცნობილი კინოფესტივალებია იმ რანგშიც გავა. ფესტივალზე დაესწრება უფასოა, თუმცა აპოლოში ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო დაჯავშნის სისტემაც მუშაობს. მაყურებელს ბილეთების უფასოდ მიღება კინოთეატრში ან ბიაფის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლით შეუძლია.